საერთოდ ნათქვამი არის, რომ ვერ გეცოდინება რა არის გასხივოსნება, სანამ არ გასხივოსდები. ამიტომ ჩვენ ძირითადად გვაქვს კონცეფციები, ხო, გასხივოსნების შესახებ. მაგრამ ამისთან მიუხედავად, როგორც სადღაც შეიძლება იწვის კოცონი და ამოდის ბოლი. ბოლის მიხედვით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ სადღაც ცეცხლიანთია. ამგვარად შეგვიძლია ვისაუბროთ ეგეთი რაღაცის შესახებ, ასე ვთქვათ, შორიდან შემოვლით. ოკეი, საერთოდ ესე იგი საერთოდ რაზე არის საუბარი, ხო? რომ საერთოდ ნათქვამია, რომ არის სამი სახის არსებები, რომელსაც უნდათ კარგი ცხოვრება, არსებები, რომელსაც უნდათ გათავისუფლება და არსებები, რომელსაც უნდათ გასხივოსნება. ეს არის სამი კლასის არსებები მათი мотиваციის მიხედვით დაყოფილნი. რა დიდი мотиваცია აქვს, ანუ კარგი ცხოვრება გასაგებია, გათავისუფლება არის გათავისუფლება დაბადებისაგან. ესეც შეიძლება იფიქროს ადამიანმა საერთოდ ეგეც რა საჭიროა დაბადებისგან გათავისუფლება. და რეალურად ანუ თუ გააცნობიერე რომ დაბადება არის ტკივილი, ცხოვრება არის ტკივილი, გარდაცვალება არის ტკივილი, ცხოვრებაში უამრავი ტკივილია და ყოველი შემდეგი ცხოვრება არანაირ გარანტიას არ იძლევა შენ რომ ამაღლდები და კარგ მდგომარეობებში გადახვალ და ასე ვთქვათ, ეხა ხო არის გავრცელებული new age ეზოთერულ სწავლებებში, რომ შენ ვითარდები და თითქოს გისეივდება შენი ლეველი და იმის ქვევით ვეღარ ჩამოვარდები და ყოველჯერზე ეს ბუდას სწავლების მიხედვით ესე არ არის. შენ არ ვითარდები ბუდას სწავლების მიხედვით. შენ შეიძლება განვითარდი, მაგრამ ისევ დეგრადირდე შეიძლება. და აბსოლუტურად ესე ვთქვათ დააგროვე კარგი გამოცდილება კი, კარგია, მაგრამ შეიძლება მე ისევ ეს გაფლანგო, ანუ გამოშტერდე, ასე ვთქვათ. ამიტომ აღმოსავლური სწავლებები, არა მარტო ბუდიზმი, მე ვფიქრობ ინდუიზმიც და ასე შემდეგ, ესე უყურებენ, არ უყურებენ ესე, რომ შენ გისეივდება რაღაც და ამის ქვევით ვეღარ ჩამოვარდები. არა, შეიძლება ჩამოვარდე. შეიძლება ისევ დაიბადო ქვედა სამყაროებში და ასე შემდეგ, ხო, ბუდისტური რელიგიის მიხედვით. ამიტომ ასე ვთქვათ, გათავისუფლება არის კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ არიცი, ეხლა თუ დაფიქრდი ამ ყველაფერზე, არიცი შემდეგ ცხოვრებაში თუ დაფიქრდები ამ ყველაფერზე საერთოდ. შეიძლება მოხდე ისეთ გარემოში, არ კონდეს არანაირი პირობები და ასე შემდეგ, ხო, არანაირი ვარიანტი არ არის ამის. მაგრამ შემდეგ არის გასხივოსნება, რომელიც არ არის გათავისუფლება, ანუ გათავისუფლება არის უბრალოდ როგორც ვთქვით, გათავისუფლება და გასხივოსნება თითქოს უკვე არის რაღაც მდგომარეობა, სადაც შენ აღწევ ძალიან დიდ უნარჩვევებს. ძალიან დიდ უნარჩვევებს, რომ შეგიძლია დაეხმარო ყველა ცოცხალ არსებას. მაგალითად ეს უნარჩვევები შეიძლება იყოს ყოვლის მწოდნეობა, ყოვლის შემძლეობა, დიდი გაფართოებული უნარები, სითხები, ასე ვთქვათ. და ნათქვამია, რომ არ არის ლიმიტირებული გასხივოსნებული არსება არაფერში. არც ერთი კატეგორიით, არც დროით, არც სივრცით არ არის შეზღუდული არაფერი გასხივოსნებული არსების გონება და შეუძლია რომ ხო, ну ეს ვთქვათ, თუ დავეყრდნობით კლასიკურ მაჰაიანას სწავლებას, ხო, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი დებატები და დისკუსიები მიდის ბუდას შესახებ, ანუ რა არის ბუდა, სრულად გასხივოსნებული არსება.
და იქ ესეთი საუბრები არის, რომ დიახ, ანუ ბუდა ხედავს ყველაფერს და ყოველთვის, მაგალითად, მაჰაიანაში სერიოზული დებატები მიდის ამის შესახებ და იქ ამბობენ, რომ თუნდაც ბუდა ყოველ წამიერად ხედავს ყველა სამყაროს. ყველა სამყაროს, ყველა მკვიდრს და იცის ყველა სამყაროს, ყველა მკვიდრის მდგომარეობის შესახებ. It's very huge, right? მაგრამ, okay, შეიძლება მოდი ჩვენ დავფიქრდეთ რაღაცნაირად როგორ გავხავთ ეს ყველაფერი ჩვენთვის ხელშესახები და ჩვენ ცხოვრებას რომ რაღაცნაირად შეესაბამებოდეს, რაღაც relatable რო იყოს. და ამ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, ხო, ანუ მოდი მივდგეთ blockchain-ს და მაჰმუდრას გადმოსახედიდან. ნათქვამია, რომ ყველა არსება ფლობს უკვე ბოლომდე მომწიფებულ ბუდას ბუნებას. ანუ უკვე ბოლომდე განვითარებულ ბუდას ბუნებას, არა მარცვალს, რომელიც უნდა განავითარო, არამედ უკვე ბოლომდე აყვავებულს, უკვე ბოლომდე მომწიფებულს, ნაყოფიც არის, ყველაფერიც არის, ყველაფერი მზად არის. Just one thing. You don't recognize it. ხო, ანუ შენ ვერ ცნობ. რატომ ვერ ცნობ? იმიტომ რომ შენი ყურადღება არის კონცეპტუალურ გონებაში. განპირობებულ გონებაში ჩაკარგული. და აქედან გამომდინარე ეს არსი არის ეხლა უხილავი შენთვის. ეს ანუ ეხაც ხელმისაწვდომი არის შენთვის შენ ხარ ეს, როგორ შეიძლება მეტი ხელმისაწვდომი იყოს. ანუ შენ ხარ ეს შენ ხარ ეს მაგრამ ისე აქ ეს შეიძლება ვთქვათ რომ მე ვარ ეს და ავტოტრენინგის საშუალებით დავაჯეროთ ჩემი თავი რომ მე ეს ვარ. ხო, ესე არ იმუშავებს. ამ საჭირო არის რომ გაჩუმდეს კონცეპტუალური გონება და ყოველგვარი სახელდება, იარლიღები შეწყდეს. რაც რჩება ამ აღწერილობის მიღმა არის უკვე გასხივოსნებული გონება. ყველა დრამა, ყველა განპირობებულობა არის როგორც ოქროს სხვადასხვა ორნამენტები. და ყველა ორნამენტი, ოქროს ორნამენტი არის ოქრო, არაფერი სხვა თუ არა ოქრო ისე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ ნივთს გამოსახავდეს ეს ოქრო, მეორე ნივთს გამოსახავდეს, მაგრამ რაც არ უნდა სხვა რაღაცებს აჩვენებდეს ოქრო. რაც არის არსი ამ ნივთების არის ოქრო. ხო? და ხო, ანუ ასე ვთქვათ, ამ ხრივ რა იქნება გასხივოსნება, რომ როდესაც შენ ამ ასპექტს აღიქვავ არსს, ანუ უყურებ ოქროსგან რა არის გაკეთებული კი არა, რისგან არის ეს ნივთი გაკეთებული. აღიქვავ იმის არსს, ანუ ბუნებას, რა ბუნება აქვს მას. და როცა აღიქვავ ამ ბუნებას, როცა ეჩვევი ამ ბუნების აღქმაში ყოფნას, ეს არის მედიტაცია. და როდესაც ნათქვამია, როცა სრულად ახორციელებს არსება ამ ჭრეთის მდგომარეობაში ყოფნას, სრულად უწყვეტად, ხო, ეს არის გასხივოსნება. ძენში არის ხოლმე, ხო, ნათქვამი, რომ მედიტაციაში დაჯდომა არის გასხივოსნება. მედიტაცია პატარა გასხივოსნება არის. მიკრო გასხივოსნების მომენტი არის. მაგრამ არის ჩვენ გაუსხივოსნებელ არსებებს გვაქვს ეს მერყეობა. კარგავთ აღქმას ამის.
და უბრალოდ მაგიტო არის ნათქვამი ზოგჯერ სწავლებაში მოკლე პერიოდებით მედიტაცია გამეორებული ხშირად, სანამ არ გახდება ავტომატური. ეს არის ფორმულა, მოკლე მომენტები გამეორებული ხშირად, სანამ არ გახდება ავტომატური. ნამქაი ნორბურ რინპოჩესაც აქვს წიგნი დღის და ღამის ციკლების ჩაკეტვა, ესე ქვია. რაც გულისხმობს, რომ დღის და ღამის განმავლობაში უნდა იყოს შენარჩუნებული ბუნების აღქმა, ნამდვილი ბუნების აღქმა უწყვეტად. ეს არის რეალიზაცია. გასხივოსნება რეალიზაცია. და ამ შემთხვევაში ეს ტრამვები, შენი პირადი ობსკურეიშენები, შენი დაბინდულობები, კარმული ანაბეჭდები, ტენდენციები, ვასანები, სამსკარები ქარვდება ამაში. ერთდროულად არ შეგიძლია გეჭიროს შენ ასე ვთქვათ, ტყუილიც და მართალიც. ტყუილი ქარვდება მართალში, ასე ვთქვათ. როგორც არ შეიძლება ერთდროულად სიბნელე და სინათლე არსებობდეს. შემოდის სინათლე, სიბნელე უძლურია რომ არ დანებდეს ამ სინათლეს და სინათლეში ქარვდება შენი გამოცდილება. ეს უცებ არ ხდება. ეს არის მთელი ცხოვრების ტრენინგის ამბავი. და დიახაც უნდა გარდაიქმნას შენი ჩვევებიც, მიდრეკილებებიც ნელ-ნელა უნდა შეწყდეს მოჭიდება და შეფრობილობა მათით. როცა ეს დასტაბილურდება, როდესაც ეს ამაში დაფუძნდები კარგად. აი ეს არის რეალიზაცია გასხივოსნება. ასკეტიზმიც კარგი არის, რამ მხრივ არის კარგი, რომ რაღაც გარკვეული ასკეტიზმის გარეშე შენ პრიორიტეტად უნდა დააყენო ჭვრეტითი მდგომარეობა. გარაბდორჯეს მეორე სიტყვა, მეორე ფრაზა რას ამბობს, არის ჩამოყალიბდი მხოლოდ ერთ რაღაცაზე. ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული მხოლოდ ერთ რაღაცაზე, ხო? ესეც გვინდა, ესეც და ჩვენი ენერგია, ყურადღება, გონება დაგსაქსულია 1000 ნაწილად. ამიტომ ვერ ვაკეთებთ ვერაფერს რეალურად. ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ არაფერში არ მოგყვება, რაც დარჩენილი გვაქვს ამდენი დაგსაქსულობიდან, არის რაღაც პატარა რაოდენობის ყურადღება და ენერგია და ეს ისეთ დიად ამოცანას არ ყოფნის, როგორიც არის რეალიზაცია. არ ყოფნის. ამიტომ არიან ვიღაცები, რომ გადიან რიტრიტში წლების განმავლობაში, თვეების განმავლობაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ესეთ დიდ ამოცანას სჭირდება, რომ შენ ამის დრო გქონდეს. დიახ, ეს არ არის ერთადერთი გზა, არის საერო ცხოვრებაში პრაქტიკოსების გზაც, ხო, ასე თქვა, ეგრეთ წოდებული კარმაზანიასის გზა, ხო? ვინც ცხოვრობს, შეიძლება იყოს ჰაუსჰოლდერი, ყავდეს ოჯახი და ამ შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ამ ადამიანს არ ეყენოს ნომერ პირველ პრიორიტეტად რეალიზაცია. ამიტომ კი შეიძლება რეალიზაციის მიღწევა ორივე შემთხვევაში და სხვა შორის კრიშნა ამბობს ბაგავად გიტაში, არჯუნა ეკითხება, რომ რომელი გზა უფრო კარგი არის, რომელი უფრო აღმატებულია, კარმა იოგას გზა თუ გიანა იოგას გზა. კრიშნა ყვებოდა იქამდე, რომ ორი გზა არსებობს, გიანა იოგა არის განდეგილის გზა და კარმა იოგა არის ამ ქვეყნიური ცხოვრებით ადამიანის გზა, საერო პირის გზა. კრიშნა უთხრა, რომ კარმა იოგა უფრო მაღალი დონის არის. მაგრამ უფრო რთული არის, ხო? უფრო რთული არის. მაგრამ უფრო მაღალი იმ მხრივ, რომ რაღაც უფრო მაღალი ინტეგრაციის დონეს მოითხოვს. მაგრამ ხო, ჩვენ ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას, ჩვენს გონებას, ჩვენს ხასიათს, ჩვენს ეხლანდელ უნარებს.
ჩვენ არ შეგვიძლია პირველი კლასელის უნარებით გავაკეთოთ მე-12 კლასელის ამოცანა, რომელიც მოითხოვს უფრო დიდ უნარებს. გზა და გზა, საერთოდ ნათქვამი ზოგჩენი არის უმაღლესი უნარების მქონე არსებებისთვის, ადამიანებისთვის, უმაღლესი უნარების მქონე, ხო? ვართ უმაღლესი უნარების მქონე არსებები. თუ არა, ესეც აკითხავი. და ამიტომ თუ არ ვართ, შესაძლებელია ამ უნარების გამომუშავება, ამ უნარების განვითარება. ამიტომ ჩვენ უნდა დაუკვირდეთ რა მდგომარეობაში ვართ, რა უნარებს ვფლობთ, ეხლა რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ეხლა რამდენი დრო შეგვიძლია ვაპრაქტიკოთ მაგალითად. სწავლებაში ნათქვამი არის, რომ უნდა აპრაქტიკო მედიტაცია იმდენი ხანი, რომ ამთავრებ, უნდა გინდოდეს ცოტა მეტი ხანი კიდევ მედიტაცია. ანუ მაგალითად თუ შენთვის 15 წუთი მედიტაცია არის, რის მერეც გბეზდება, 10 წუთი უნდა იმედიტირო. უნდა გიტოვებდეს დაუკმაყოფილებლობის განცდას, რომ კიდე მინდა. თუ ესე იმედიტირე, მაშინ სურვილი გაგიჩნდება, რომ კიდე გააკეთო და კიდე გააკეთო. მაგრამ თუ გრძელი სესიები გააკეთე და დაფიქსირდა შენს სისტემაში, რომ არ გინდა ეს რაღაც, ხო, მე ძალიან რთულია პრაქტიკა. ამიტომ შენ რამდენი წუთი შეგიძლია მედიტაცია, იქნებ რასთვის უნდა გახვიდე განდეგილობაში რომ გახვიდე, თუ ისე 15 წუთის მედიტაციის მეტი არ შეგიძლია. თქვა გააკეთე 24 საათი, მაგრამ არ შეგიძლია მედიტაცია 24 საათი, რა გინდა მაშინ ეს 24 საათი. რას გააკეთებ ამ 24 საათის განმავლობაში, ხო? თუმცა რაღაც საჭიროა ეტაპობრივი შეჩვევა ამ ყველაფერთან.